არა, რადგან იმით დავიწყე პრობლემა არა, მიხარე. კი ბატონო. ანუ რეალურად დღევანდელი სიტუაცია რაც გვაქვს ქვეყანაში ხორბლის მარაგები არის, ფქვილის წარმოება მუშაობს, რეალურად სტაბილური არის ფასი და შეფერღებები ამასთან დაკავშირებით არ არის. რაც შეეხება სამომავლო პროგნოზებს ხორბალთან დაკავშირებით, რეალურად მარტის ბოლოს უფრო უკეთესად გვეცოდინება ეს პროგნოზი, იმიტომ რომ ტრადიციულად მარტში ქვეყნდება ანალიტიკა შემდეგი წლის, როგორ გადაიტანებენ ნათესების ზამთარს, თვითონ სოფლიოში და რეგიონალურად რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი არის ჩვენი მიმართულება და ევროკავშირი. წინასწარი პროგნოზები საკმაოდ ნორმალური არის, რეკორდები ალბათ არ იქნება, მაგრამ სტაბილური იქნება მოწოდება. ჯერჯერობით ფასები ასე თუ ისე სტაბილურია, თუმცა შეიმჩნევა ფასების ოდნავ მატება. ამ წუთისთვის ეს მატება წინასწარი პროგნოზებით თვეების განმავლობაში, 2-3 თვის განმავლობაში ძალიან დიდ კატაკლიზმებს არ გამოიწვევს, იმიტომ რომ ფაქტიურად ველოდებით მარტის თვეში ახალ ანალიტიკას და სავარაუდოდ დააბალანსებს ფასების მატებას ეს ყველაფერი და შემდგომი უკვე გვეცოდინება იმის მიხედვით, რომ რა იქონიებს გავლენა შემდგომ ფასებზე. იქიდან გამომდინარე ლოჯისტიკის გადალაგებები მოხდება ალბათ სოფლიოში, აქ ირანის კონფლიქტიდან გამომდინარე რამდენად სწრაფად დამთავრდება, შესაბამისად იქ შეიძლება საერთაშორისო ვაჭრობას დაეწყოს ეს ყველაფერი, სავარაუდოდ ენერგომატარებელის ფაზზე იქნება კიდე რაღაცები დამოკიდებული და აქედან გამომდინარე, პროგნოზი ალბათ უფრო მათ შორის ხორბლის ნათესების და დაკავშირებით და სხვა კომპონენტებით და დაკავშირებით, რომელიც ხორბლის თვითღირებულებაში შედის და ტრანსპორტირების თვითღირებულებაში შედის, უკვე გვეცოდინება დაახლოებით მარტის ბოლოს, როდესაც გაერკვევა მსოფლიოში პოლიტიკური სიტუაციაც და ზოგადად ხორბლის მოსავლის მოლოდინებიც. აქედან გამომდინარე, წისქვილ კომბინატებს პრინციპში ამ წუთისათვის სტაბილურად უჭირავს ფასები. ეხლა რაც შეეხება თვითონ იმას, რომ ფქვილი მათ შორის რიტეილ სექტორშიც იყიდება, ოღონდ იქ დაფასოებული არის და ეს არ არის ინდუსტრიულად ჩვენ უფრო ვაწვდით წისქვილ კომბინატებს, ანუ პურის საწყობად, თუმცა მოსახლეობას ინდივიდუალურად რიტეილ სექტორში მიდის დაფასოებული ფქვილი, ეს არის 1 კილოგრამიდან დაწყებული 10 კილოგრამით დამთავრებული შეფუთვებზე და მაგ შემთხვევაში ჩვენი წარმომადგენელი რამოდენიმე იყო შეხვედრაზე, თუმცა თვითონ რაღაც პოზიცია ასეთი არ გამოუხატიათ, იმიტომ რომ მეორე შეხვედრა როცა იყო მწარმოებელთან იქ იყო, მაგალითად იყო ჯეომილი და იყო აგრეთვე ბევრი ჯგუფის წარმომადგენლები, დირექტორები და მინდა გითხრათ, რომ რეალურად პრობლემები რაც ზოგადად არის, ის არის იგივეში, იმიტომ რომ მიწოდება დაახლოებით იგივე სიტუაცია, თუმცა აქვე მინდა გითხრათ, რომ ზოგადად მე ფქვილის წარმოებას წარმოვადგენდა წისქვილ კომბინატებს, თუმცა გაერთიანებული ვარ წარმოებელთა ფედერაციაში და გარკვეული პოზიციები ჩვენ გვაქვს ამასთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება ეს სიტუაცია ასე თუ ისე გამოსწორდეს. როგორც წარმოებელთა ფედერაციის ხელმძღვანელი, სადაც ბევრი წისქვილ კომბინატების გარდა არის ასოციაციები, მათ შორის კვერცხის წარმოება, ჩაის წარმოება, ფრინველის ხორცის წარმოება და აგრეთვე სხვა წარმოებები, მათ შორის პურპუნთიშეულის და სანდრო რატიშვილის ჩვენთან არის გენერალური დირექტორია იქა. შესაბამისად ამ პრობლემებზე ჩვენ ნამუშევარი გვაქვს წლების განმავლობაში, ეს წარმოებელთა ფედერაცია მაშინ შეიქმნა იქიდან გამომდინარე, რომ იყო ადგილობრივი წარმოებლების გაერთიანება, რომელსაც ადვოკატირებას უწევს მათ შორის მთავრობასთან პრობლემების გადაწყვეტასთან დაკავშირებით და ჩვენ გარკვეული წინადადებები გვქონდა წლების განმავლობაში, რაც პრინციპში ეხლა ჟღერდება მათ შორის თვითონ კომისიაზე. ასე მაგალითისათვის ამ თვითონ წარმოებელთა ფედერაციამ დისტრიბუტორთა ასოციაციასთან ერთად და რიტეილს ასოციაციასთან ერთად იმუშავა პარლამენტში იმ კანონზე, რომელიც გაჩერებულია დღესდღეობით. ეს არის სამართლიანი ვაჭრობის წესის შესახებ, რომელიც ანალოგიური არის, პროექტი არის ის მაგალითად ბალტიისპირეთის და რუმინეთის ანალოგიურ კანონებთან მიმართებაში. მაშინ დეპუტატი იყო
ესეთი ბექა ნაცვლიშვილი, მასთან ერთად იყო ეს ნამუშევარი და რეალურად დღესაც ამ მხრივ მიდის კომისია, რომ ზოგადად ჩვენი თემა მაშინაც და ეხლაც ეს არის, რომ თვითონ იმ სექტორებს შორის, რომელიც არის მწარმოებელი ან იმპორტიორი და შემდეგ დისტრიბუცია და უკვე რიტეილ სექტორი, გარკვეული თამაშის წესები დადგინდეს. თამაშის წესებში გულისხმობთ რას? ის თქვათ პარამეტრები, რომელიც cashback-იდან დაწყებული შესვლის გადასახადი, თაროს გადასახადი, განვითარების გადასახადი და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს არის კანონის ფარგლებში და რიტეილ სექტორს რაც აღზრდილი არის თავის დაშვებულია და ეს შესაძლებელია, თუმცა ჩვენთვის მისაღები იყო მაშინაც და ეხლაც, რომ აქ გარკვეულწილად უნიფიცირებული ხელშეკრულების რაღაც ჩარჩო ხელშეკრულებები გაკეთებულიყო რიტეილ სექტორსა და წარმოებელს და რიტეილ სექტორსა და თქვათ იმპორტიორს შორის, სადაც გაწერილი იქნებოდა გარკვეულად მაგალითისათვის პირველადი მოთხოვნილების პროდუქციაზე რა შეიძლება ეს პარამეტრები იყოს, cashback-იდან დაწყებული თაროს გადასახადი, განვითარების გადასახადი და სხვა გადასახადები, სხვა სექტორებისათვის და ასე შემდეგ და შესაბამისად ამ ჩარჩოს ირგვლივ შესაძლებელია, დღესდღეობით ჩვენც ასე ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად თვითონ შეთანხმების შედეგად რიტეილ სექტორს და იმპორტერს და რიტეილ სექტორის წარმოებულთა შორის გარკვეული თამაშის წესების დადგენა. ამასთან დაკავშირებით ამის მთავრობას შეუძლია უბრალოდ ეს რეკომენდაცია გაუწიოს ამ ყველაფერს და მათ შორის ურთიერთობები ასე თუ ისე ამას ხელში შეუწყოს. მეორე თემა არის, რომ ჩვენი საზრით მაგალითისათვის კარგი იქნებოდა, რომ დიფერენცირებულად მიდგომა ყოფილიყო მათ შორის პირველადი მოთხოვნილის პროდუქციას და სხვა პროდუქციას შორის, იმიტომ რომ აქცენტი რა თქმა უნდა არის ქვეყანაში, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ფასებთან დაკავშირებით იმ მიმართულებაზე პროდუქციაში თუ ავიღებთ, რომელიც სოციალური პროდუქტია, პურიდან დაწყებული, მაკარონი, ბრინჯი, წიწიბურა და ასე შემდეგ და აქ უკვე რაღაც სხვა მიდგომა შეიძლება ყოფილიყოს და შესაბამისად ვფიქრობთ, რომ ეს მიდგომა დიფერენცირებულად შეიძლება იყოს. და პლუს კი ბატონო, ეხლა დავამთავრებ და მეორე სიტუაცია დიფერენცირებაში ასევე შეიძლება იგულისხმოს ის ადამიანების ჯგუფი, რომელსაც ნამდვილად ჭირდება ფასთან მიმართებაში პრობლემების გადაჭრაში დახმარება. ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ პირველი შეიძლება იყოს მაგალითისათვის DGG-ს თემა. მე ვნახე, რომ რამოდენიმეჯერ მთავრობის წარმომადგენლებმა გარკვეულწილად თქვეს, რომ DGG-ს თემას არ გვინდა, შეიძლება ჯერჯერობით თქვათ გადავდოთ გვერდზე, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის მარტო ფაქტი, რომ DGG-ს დაბალი ტარიფი არის ისეთ განვითარებულ ქვეყანაში და მაღალი მსყიდველთურმე ქვეყანაში, როგორც არის ესპანეთი, საფრანგეთი, პორტუგალია და ასე შემდეგ, ანუ რისი თქმა მინდა, იქ DGG არის 4 და 5% თვითონ პირველადი მოთხოვნილის პროდუქციაზე, დანარჩენ პროდუქციაზე, არაპირველადზე არის უფრო მაღალი. შესაბამისად, თუ ასეთ განვითარებულ ქვეყნებში ასე არის გაკეთებული დიფერენცირება, სავარაუდოდ ეს მუშაობს. და რეალურად, როდესაც ჩვენ DGG-ზე ვლაპარაკობთ, ჩვენ ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში მაგალითისათვის ჩვენ სექტორში DGG-ს არა მოხსნაზეა ლაპარაკი, უბრალოდ ფასზეა და უფრო დაბალ ტარიფზეა ლაპარაკი. ეს ტარიფი უნდა გავრცელდეს თლიან ჯაჭვზე, მაგალითისათვის დაწყებული ხორბლიდან, ანუ ხორბლის მიწოდება წისქვილში, წისქვილის გადამუშავება ფქვილად და შემდეგ მიწოდება პურის ქარხანაში, პურის ქარხნიდან მიწოდება რიტეილ სექტორში, ანუ გაყიდვაზე და შემდეგ მიწოდება მომხმარებელზე. თუ მთლიანად ეს ჯაჭვი გარკვეულწილად DGG-ს დაბალი ტარიფით დარეგულირდება, შესაბამისად ეს ფასზე აუცილებლად იმოქმედებს. ასე მაგალითისათვის ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი, რომელიც ეკონომიკურად ჩვენზე უფრო ძლიერია საკმაოდ, შესაბამისად იქ დაწყებული ხორბლიდან, მათ შორის იმპორტიდან და ადგილობრივი წარმოებიდან ბოლომდე მოხსნილია ყველა ჯაჭვში ნულოვანია. თავისთავად ცხადია, ნულოვანზე ჩვენ არ გვაქვს ლაპარაკი, თუმცა დიფერენცირება ანალოგიური სხვა ქვეყნების მაგალითზე შეგვიძლია გავაკეთოთ. შეიძლება იყოს 4%, 5%, 7%, ამაზე გრძელობა შეიძლება და ვფიქრობ, რომ ანუ სხვა პროდუქციაზე შეიძლება იყოს მაღალი DGG, იმიტომ რომ დღეს მაგალითად ცემენტზე და პურზე ერთი და იგივე DGG-ია 18%, რაც ვფიქრობთ არასწორია და მეორე წინადადება კიდე გვაქვს ჩვენ მაგალითად ბატონი მახალს ლაპარაკობთ აქ რომ იმ კრიზისების პერიოდში, როდესაც თქვათ პურზე პრობლემები იყო ფასთან დაკავშირებით, ჩვენ მქონდა ესეთი წინადადებები და განხილვები, რომ თვითონ ფასთან მიმართებაში ჩვენ
ვის უნდა დავეხმაროთ? უნდა დავეხმაროთ მიზნობრივად იმ მოსახლეობას, რომელსაც ჭირდება მდიდარი და ღარიბი, სიტყვაზე პარლამენტარი, ბიზნესმენი, საჯარო სექტორში მომუშავე, მაგალითად ჩვენც ხო, რომელსაც თქვათ ფასების 10 თეთრიანი სხვაობა პურის გაძვირებაზე არ აწუხებს, მაგრამ აწუხებს იმ ადამიანს, რომელიც სოციალურად დაუცველია. შესაბამისად, აქ ამ თვითონ პრობლემის ფასი რა არის? აი თუ გნებავთ განვიხილოთ ერთი მაგალითი. ნახეთ, სიტყვაზე თუ გაძვირდა 10 თეთრით პური, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვიცით, რომ დღიური ნორმა ადამიანების ერთი ადამიანის არის 300 გრამი. ერთი პური არის დაახლოებით 560 გრამი, რაც ნიშნავს, რომ ეს არის 600 გრამის ფარგლებში. ანუ ერთ ადამიანს თვეში ჭირდება 15 ცალი პური. შესაბამისად, თუ გაძვირდა 10 თეთრით, ეს ნიშნავს, რომ ამის ფასი არის ლარ ნახევარი. ანუ გაძვირების 10 თეთრის პურის ფასი არის 10 ლარ ნახევარი. 10 თეთრით არის ლარ ნახევარი. ასევე, იქ ბრინჯი იქნება, კვერცხის წლიური ნორმა 78 ცალი, რაც ნიშნავს 12-13 კვერცხი თვეში. შესაბამისად, ამის გაძვირებაც სადღაც ლარ ნახევრამდე შეიძლება იყოს, ძალიან ისე ზოგადად რო დავითვალოთ, აგრეთვე ბრინჯი, მაკარონი და ასე შემდეგ და შესაძლებელია 5-დან 7 ლარის ფარგლებში პირდაპირ ჯიბეზე, ანუ გადახდით, მივაწოდოთ იგივე სოციალურ დაუცველებს და დანარჩენს დავანებოთ თავი. იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ფასების, თქვათ, ფასები დავწიოთ ან ფასები გავაჩეროთ, ჩვენ ამას ვლაპარაკობთ, უბრალოდ ლაპარაკობენ მთლიანი მოსახლეობის მხრივ. შესაბამისად, ეს შეიძლება საკმაოდ სერიოზულად დააწყვეს როგორც ბიზნესს ან სამომავლოდ შეიძლება ბიუჯეტს. მაშინ, როდესაც აი ესეთი მიზნობრივი, თქვათ, ხელშეწყობა იმ ადამიანებისათვის, რომელსაც ეს ჭირდება, იყოს უფრო უპრიანი და უფრო ეფექტური. იმიტომ რომ ქვეყანაში არის ინფლაცია, სოფლიოშიც ინფლაცია, გვაქვს მიზნობრივი ინფლაცია. შესაბამისად, აქედან დამომდინარე, ჩვენ ფასებს ვერ გავაჩერებთ, სავარაუდოდ მომავალშიც იქნება ფასების ზრდა და შესაბამისად ეს იქნება ობიექტური. აქედან გამომდინარე, ფიქრობ, მიეწოდოს ნახე ხოლმეულობა სოციალურ დაუცველები გარკვეულ დახმარებას, შემწეობას. მას უნდა დაუმატო იქ ის რაოდენობის თანხა, რომელიც თქვათ ამ გაძვირებას დაუბალანსებს. არა, რასაც ჩვენ ვიტყვით, მაგალითად კალათა, რომელიც ადამიანს ჭირდება პირველადი მოხმარებით, დაწყებული პურიდან იქნება კვერცხი, ბრინჯი, მაკარონი, შაქარი და ასე შემდეგ. ამის დათვლა და პირდაპირ მიზნობრივად მიცემ, იმიტომ რომ არც მე და არც ბატონ მალხაზ მაგალითად ეს არ გვჭირდება, იმიტომ რომ ჩვენთვის თვეში შეიძლება 5 და 7 და 10 ლარი არაფერს არ ნიშნავდეს, მაგრამ ნიშნავდეს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ეს ჭირდება. აქედან გამომდინარე, ეს იქნებოდა უფრო ეფექტური და შესაბამისად ეს იქნებოდა უფრო კარგი. პრინციპი იქ არის ასეთი და დღესაც მაგ მიმართულებით თქვათ მივდივართ წესით რაც იყო. უბრალოდ აქ რა არის, ნახეთ, მაგალითად არის სექტორები, რომელიც ურთიერთქმედებაში არიან ერთმანეთთან. ანუ იმპორტული პროდუქცია ან ადგილობრივი წარმოების პროდუქცია. შემდეგი ჯაჭვი არის დისტრიბუცია და შემდეგი ჯაჭვი არის რიტეილ სექტორი, ანუ მაღაზიები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ახლა რო უყურებთ, ყველა იძახის, რომ პრობლემა არის რიტეილ სექტორში, ანუ მაღაზიებში. თუმცა ახლა მე ვიტყოდი, გასაგებია, მაგრამ ეს ჩვეულებრივი ბიზნესია, მოგებაზე ორიენტირებული, რომელიც აკეთებს იმას, რაც აკრძალული არ არის. თუმცა ყველა ვთანხმდებით, რომ იქ რაღაც გადასახადები მაღალი არის. თუ მთავრობასთან ერთად, თქვათ, ჩარჩო გაკეთდება ისეთი, რომ მაგალითად რიტეილ სექტორისა და პურის მომწოდებელს, რიტეილ სექტორსა და თქვათ, შაქრის მიმწოდებელს ან მაკარონის მიმწოდებელს შორის იქნება გარკვეული ჩარჩო, რომელშიც განსაზღვრული იქნება ეს პარამეტრები და ამ პარამეტრების კორიდორები, ეგრეთ წოდებული, რომ ამაზე მეტი არ იქნება და შეთანხმდებიან ეს სექტორები ერთმანეთთან. შესაბამისად, ეს იქნება სწორი გადანაწილება მათ შორის მიწოდების, მოგების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ამაზე შეთანხმება შეიძლება და მაშინაც ჩვენ ამ გზით მივდიოდით, იმიტომ რომ ჩვენ რამოდენიმე შეხვედრა, დაახლოებით 5-7 შეხვედრა რიტეილ სექტორს წარმოებლებს და დისტრიბუტორებს ჰქონდა
მაგრამ მე გარკვეულწილად ეს შეჩერდა, იმიტომ რომ თითქოს ამის აუცილებლობა მე აღარ იყო და მოიხსნა მთავრობის მიერ. კი ბატონო. ჩვენი ასოციაციის წევრებს აქვს იგივე პრაქტიკა, როგორც თქვათ, გამოიკვეთა მთლიანობაში. უბრალოდ იქ არის პრაქტიკა, როდესაც ზოგს იგივე ეს გადასახადები სხვა პროცენტი აქვს და ზოგს სხვა პროცენტი აქვს, თუმცა ვფიქრობ, რომ ყველა თანხდება იმაში, რომ იგივე cashback-ი წლების განმავლობაში მატულობდა. მაგიტომ ვამბობთ, რომ შეიძლება ეს სექტორები ერთმანეთთან დაჯდნენ, მთავრობამ კონსულტაცია გაუწიოს ამ შეხვედრებს და შესაბამისად აქედან გამომდინარე ერთიანი ჩარჩო იყოს, რომელშიც მაგალითად 5 ტიპიური ხელშეკრულება იქნება, თქვათ, შეთანხმებული ერთმანეთთან. სადაც განსაზღვრული იქნება, რომ რამდენი შეიძლება იყოს რამდენ და რამდენ შორის რაღაც პარამეტრებზე დაყრდნობით მიწოდების რაოდენობის, ან თუ ეს პირველადი მოთხოვნილების პროდუქცია, შესაბამისად, რა პარამეტრები შეიძლება იყოს და რა თქვათ, კარიდორში შეიძლება იყოს ეს პროცენტულად აღნიშნული ან რაღაც მოცულობაში აღნიშნული. შესაბამისად, თუ ეს სამივე სექტორი ერთმანეთთან გარკვეულწილად შეთანხმდება ამ პარამეტრებზე და ამ ხელშეკრულებებზე, იქნება 5 სიტუაცია ტიპიური ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება მათი ურთიერთობა. და მას შემთხვევაში არ იქნება არავინ თქვათ იმაზე ნაწყენი, რომ ვის მეტი აქვს, ვის ნაკლები, გარკვეული შეთანხმება იქნება მათ შორის პარამეტრების მიხედვით. ვფიქრობ, რომ ეს კარგი იქნება. დამაბალანსე გადასახები უკვე ფქვილზე გადავედით, ხო? ანუ თვითონ ფქვილის წარმოებაზე. კი ბატონო, მოდი ახლა ასე ვთქვა, დამაბალანსება გადასახადი თავის დროზე შემოვიდა იქედან გამომდინარე, რომ თვითონ რუსეთმა თავის დროზე 2021 წელში დააწესა უბრალოდ გადასახადი ექსპორტზე, ხორბალზე და ფქვილზე დატოვა იგივე ნულოვანი. შესაბამისად, ეს იყო, ასე ვთქვათ, საქართველოს სახელმწიფოს მიერ საპასუხო რეაქცია, რომ გარკვეულწილად რუსული ფქვილის იმპორტი საქართველოში შემოსვლა უპირატესად არ ყოფილიყო ქართული წარმოებასთან მიმართებაში და პლუს ხორბლის წარმოებლებს ჩაებარებიათ წისქვილი, იმიტომ რომ ამან წისქვილები გააჩერა ფაქტიურად და რუსული იმპორტი დაიძრა. რა თქმა უნდა, ეხლა ბატონმა ალხაზმა რაც ისაუბრა, კი ბატონო, ეს მოძრაობს ბალანსის ზევით ქვემოთ, ანუ დღესდღეობით ჩამოსული არის ქვემოთ, მათ შორის რუსეთში თვითონ გადასახადი საექსპორტო, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ თვითონ დადგენილებაში განსაზღვრული არის უბრალოდ რიცხვი, რომელიც, თვეების განმავლობაში არ იცვლება. რუსეთში განსაზღვრულია ყოველკვირეული. შესაბამისად, დღეს ბატონმა ალხაზმა და მეც რო აღვნიშნე, რომ ფასები მატულობს, ჩვენ რო დღეს ეს ჩამოვწიოთ და მთავრობამ უნდა მიიღოს დადგენილება, შესაბამისად შეიძლება როდესაც გაძვირება მოხდეს ფქვილის, ეს აღარ იყოს და მოგვიწიოს მერე ისევ მთავრობის ხდომაზე გადასვლა. რაც საკმაოდ მოუქნელი მექანიზმი იქნება ამასთან დაკავშირებით. და კიდე ერთი რაღაცა, თვითონ ეს დამაბალანსებელი გადასახადი ხელს უწყობს, იმიტომ რომ იმუშაოს წისქვილ კომბინატებში. წისქვილ კომბინატების მუშაობა თავისთავად ნიშნავს, რომ მარაგის არსებობას ქვეყანაში, სასურსათო უსაფრთხოებას, იმიტომ რომ მარაგი უსაფრთხოებასთან არის მიმული და პლუს ფასებთან დაკავშირების სტაბილურობას. როდესაც ეს გადასახადი არ იყო ბატონი მალხაზის დამეთანხმება და ფქვილი მოდიოდა რუსეთიდან, მათ შორის დაბალი ფასით, 2023 წელში პური მაინც გაძვირდა. ეხლა ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ პურის წარმოებლები არიან. 2021-ში გაძვირდა პური. აი გეტყვით რატო გაძვირდა თუ გნება. კი და აი გეტყვი რომ გაძვირდა. შეხედეთ და ნახე როგორი რაღაცა მოხდა იქ, იმიტომ კი არა რომ პურის წარმოებლები არიან ცუდები, იმიტომ რომ პურის ფქვილი როდესაც მოდის ქვეყანაში პირდაპირ მოსვლით რომ მოდის, პურის წარმოებლები მარაგს ვერ აკეთებენ, იმიტომ რომ შემოვიდა, გაიხარჯა. შესაბამისად, მათი არც ბიზნესური პროცესი არის ის, რომ მათ მარაგები შექმნან და შესაბამისად ეს უზრუნველყოფ და შესაბამისად აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ თვითონაც დაგვეთანხმებიან, რომ მარაგებთან დაკავშირებით ისინი ამას ვერ გააკეთებენ. აქედან გამომდინარე, აქ რო ჩვენ ვლაპარაკობთ, პურის თემასთან დაკავშირებით მარტო ლაპარაკი, არ შეიძლება. აქ ლაპარაკი უნდა იყოს არა მარტო პურის თემასთან და ფასთან დაკავშირებით, არამედ რეალურად ხორბალში არსებულ, მარაგთან დაკავშირებით და შესაბამისად
ფქვილის თქვათ მარაგებთან დაკავშირებით. არა, დღეს სტაბილური ვითარებაა, ნუ ჯერჯერობით, პლუს საქართველოში ჯერ კიდევ არის ხორბალი და რეალურად ამ ხორბალთან დაკავშირებით, ნუ გვაქვს ის თემა, რომ ცოტა აღრიცხვიანობაც იქ მოუწესრიგებელი არის, იმიტომ რომ აგერ ბატონ მალხაზას აღნიშნა, მეც აღვნიშნე, თემა იმასთან დაკავშირებით, რომ ქართულ ფერმერებს გულნატკენები არიან ფასთან დაკავშირებით. თუმცა, შეხედეთ როგორი რაღაცაა, ჩვენ გვაქვს პრობლემა ქართულ ფერმერებთან რო ველაპარაკებით ფაზზე და ხშირად არის რომ ქართულ ხორბალს ვიბარებთ უფრო იაფად, ვიდრე ვთქვათ იმპორტირებულ ხორბალს. ეხლა რით არის გამოწვეული? იმპორტირებული ხორბალი არის DGG-ს ჩათვლით, იმიტომ რომ ის DGG-ს ვითვლით ჩვენ და ქართული ხორბლის მოწოდება DGG-დან განთავისუფლებულია. შესაბამისად, ეს სხვაობა, მაგალითად 80 თეთრი როცა არის იმპორტირებული და 65 თეთრი არის ადგილობრივი, გამოწვეული ზუსტად იმითი, რომ ის 18%-ის ჩათვლა ხდება შემდგომისთვის და ხარჯებში ეს გადადის. აქედან გამომდინარე, აპრიორი არ არის ის, რომ DGG-დან განთავისუფლება, მათ შორის პირველადი მოთხოვნილების პროდუქციის, ეს კარგია და რაღაც ჯადოსნური თემა არის. თვითონ ფერმერებსაც რეალურად ბევრი ფერმერი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მათთვის უფრო კარგი არის DGG-თი მოიტანონ ეს, თუმცა კანონმდებლობა ამის საშუალებას მათ არ აძლევთ. ანუ მათ უნდა ქონდეთ არჩევანი, ვისაც უნდა DGG-ს მიიღოს, ანუ დადგეს აღრიცხვაზე და მიიღოს, ვისაც არ უნდა არ მიიღოს. შესაბამისად, მათაც იგივე ფასი ექნება, რაც მაგ არის. და ნუ კიდე ერთი თემა გვაქვს ჩვენ, რომ მაგალითისათვის, აი როცა ჩვენ ვლაპარაკობთ, ბატონ მალხაზმაც ახსენა აქა რომ პურის ფასი რისგან შედგება, იგივე ენერგომატარებლები არის, იგივე ვთქვათ ხელფასები არის, იგივე ფქვილი არის, საფუარი არის, მარილი არის და ვთქვათ ზეთი არის, შესაბამისად